ექსპერტი გია ხუხაშვილი გვერდება პირდაპირ ეთერში პოლიტიკური მოვლენების ანალიზით. ბატონო გია, მოგესალმებით, გილოცავთ ჩობას. მოგესალმებით. ბატონო გია, მეც გილოცავთ ყველას. პოლიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ გიგი უგულავას გათავისუფლება არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ის ივანიშვილს ამ მომენტში თავისუფალი ჭირდება. ეთანხმებით ამ აზრს? პოლიტიკაში საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა რა არის რეალობა, ხო? ანუ აღქმა, რა თქმა უნდა, ესეთი რჩება, იკითხება ამ ქმედების უკან პოლიტიკური კონტექსტი, მიუხედავად იმისა, აქ რეალურად პოლიტიკა იყო თუ ესე რომ ვთქვათ, კიდე სხვა მექანიზმები მოქმედებდა, აღქმა არის ესეთი. მე ვფიქრობ, რომ თვითონ ქართული ოცნების აპოლოგეტებსაც, რომლებიც საუბრობენ იმაზე, რომ სასამართლო არის დამოუკიდებელი და ხელისუფლება არაფერ შუაში არის, თვითონაც არ ჯერათ ამის უბრალოდ ისინი თავის მესიჯ ბოქსებიდან ვალდებულები არიან ესე ილაპარაკონ. ანუ თქვენ თვით რომ სასამართლო არ არის თავისუფალი საქართველოში? ყველაზე კურიოზული იცით რა არის? ყველაზე კურიოზული ის არის, რომ შეიძლება ხელისუფლება მართლა შუაში არის, მაგრამ თვითონ ხელისუფლებას არ ჯერა იმის, რომ თვითონ არ არის შუაში. აი ესეთ აბსურდამდე მივიდა ყველაფერი, იმიტომ ხალისუფლებაში ყავს ხალხი, რომელსაც ძალაუფლებასთან ახლოსაც კი არ გაუვლია და არა თუ არ მონაწილეობს გადაწყვეტილების მიღების პროცესში, არამედ ინფორმაციაც არ აქვს რეალურად რა ხდება, ხო? აი ესეთი ტიპის ხელისუფლება მივიღეთ ჩვენ. რაც შეეხება სასამართლო დამოუკიდებელია თუ არა, ეხლა სასამართლო სადაც შვილი დედაზე უარს ამბობს და მეორე კიდე საავადმყოფოში იმალება, იმიტომ რომ გადაწყვეტილება არ მიიღოს, ეხლა არასერიოზულია აქ რაიმე ტიპის დამოუკიდებლობაზე საუბარი. როდესაც მემკვიდრეობით გადმოიბარებ მურუსიძეს და ქურდად დასვავს სასამართლოში, ხო? აქ ეხა საუბარი რაიმე ტიპის დამოუკიდებლობაზე, რა თქმა უნდა, ზედმეტია. ანუ ადამიანი, რომელმაც გირგულიანს, რომელიც თავის მხრივ იყო დროშაზე აღმართული მთელი ამ 9 თუ 10 წლიანი ბრძოლისა, ხო? მისი მკვლელები ციხიდან გამოუშვა ის, რომ ეხა მთავარ, ესე რომ ვთქვათ, მენეჯერად და კოორდინატორად ყავს დანიშნული სასამართლოში, ხო? ესეც სასამართლოს დამოუკიდებლობაზე ლაპარაკი მინიმუმ ძალიან ნაადრევია. ბატონო გია, პოლიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ უგულავას პოლიტიკური მომავალი არ აქვს. ის ამბობს, რომ აპირებს პოზიტიური როლი შეასრულოს პარტიაში, მაშინ როდესაც ნაციონალებში კრიზისია. შეძლებს ის მნიშვნელოვანი როლის შესრულებას ნაციონალური მოძრაობისთვის გადამწყვეტ მომენტში? მე არ ვფიქრობ, რომ მას პოლიტიკური მომავალი არ აქვს და ბევრი მიზეზის გამო სხვათა შორის, გარდა იმისა, რომ სააკაშვილის არყოფნის პირობებში პრინციპში ის უალტერნატივო ლიდერია, ანუ ყველაზე ქარიზმატული ლიდერია თავის ბიოგრაფიიდან გამომდინარე და ესე ბევრი სხვა პარამეტრებიდან გამომდინარე ნაციონალური მოძრაობის. გარდა ამისა, მის მიმართ გარკვეული საზოგადოებაშიც კი, იმ საზოგადოებაში, რომელსაც ეჯავრება ნაციონალური მოძრაობა გარკვეული თანამონაწილეობის განცდა გაჩნდა, ხო? მას შემდეგ რაც მან ცოტათი მაინც აგო პასუხი, კაცო, ცოტა ხანს მაინც იჯდა ციხეში, ხო? სხვები ზოგისად დაიმალა და ზოგისად გადაიმალა. აქედან გამომდინარე, აი მეც კი გამიჩნდა მისდამი, იცით როგორი გრძნობა, ის კი არა რომ ეხა შემიძლია ის დავივიწყო ყველაფერი რაც ხდებოდა იმ წლების განმავლობაში და არ გრძნობ უგულავას პასუხისმგებლობას, არამედ ის რომ მე ვფიქრობ ციხეში ადამიანები თუ მათში არის რაღაც ადამიანური, ხო? ციხეში ბევრ რამეს სხვა პრიზმაში უყურებენ და დიდწილად იტყვიან თუ არა ამას, მოინანიებენ ბევრ რამეს და კორექციას ახდენენ თავის მომავალ ცხოვრებაში. მე მეჩვენება რომ უგულავა ესეთი ადამიანების რიგს მიეკუთვნება, ანუ ის დღეს აი განსაწმენდელის გამოვლის შემდეგ, ხო, არის ჩემის აზრით უკეთესი მსახური ამ ქვეყნის, ვიდრე ის იყო მაშინ, როდესაც მძვინვარებდა სააკაშვილის რეჟიმი. ბატონო გია, თქვენ თვლით, რომ ის არის გამოკვეთილი ლიდერი. თუ სასამართლო მართულია, რატომ მიიღო სასამართლომ გადაწყვეტილება, რომ ასეთი გამოკვეთილი ლიდერი ციხიდან გამოეშვათ? რა არის ისეთ სამიზნე, მოდით ესე ვთქვათ, გარკვეულწილად აქ რამდენიმე მიზეზი შეიძლება იყოს, ხო? მე სიმართლე გითხრათ, დიდ აზრს ვერ ვხედავ პოლიტექნოლოგიურად, უფრო თამაში მგონია, ხო? ვიღაცას ეხლა საქმე გამოელია და თამაშობს, ხო? და ყავს ადამიანები, რომლებიც ეუბნებიან აი ეს მორიგი გენიალური სვლები და რაღაც ესე იგი რაღაც აი ესეთი ეიფორია ტრიალებს, თორე პოლიტიკური შედეგების მხრივ მე ხა ნაციონალური მოძრაობა ერთიანი იქნება თუ განცალკევებული იქნება, ორად დაიშლება,
ამით პოლიტიკური ამინდი, პოლიტიკური ესე რომ ვთქვათ, მოზაიკა მაინც და მაინც არ შეიცვლება და აგიხსნით რატომ, ხო? ერთადერთი ვინც შეიძლება დაზარავდეს ამ პროცესში ეს არის მიშა სააკაშვილი. რატომ? მიშა სააკაშვილი გამომდინარე იქიდან რომ თუ უგულავამ შეძლო ეხა მორიგება ამ ყველაფრის ფაქტობრივად, ბელადად შეიძლება არაფორმალურ ბელადად ფორმალურად მიშა სააკაშვილი დარჩეს, მაგრამ რეალურ ლიდერად იქცევა უპირობოდ ადამიანი, რომელმაც შეძლო აი ამ კრიზისის გადალახვა, ანუ გიგი უგულავა. და სხვა შორის არ არის საუბარი ამ ყველაფერში და საკმაოდ ინტრიგის შემცველია ჩემის აზრით, აი კეზერაშვილიც გაამართლეს გუშინ თუ გახსოვთ, ხო? მე ვფიქრობ, აი ეს ტანდემი, რომელიც არ იყო ჩართული ამ პოლიტიკური წილობიწილოში, ანუ უგულავა კეზერაშვილის ტანდემს, აქვს გარკვეული რესურსი. მე ხა შორს ვარ იმ აზრისგან, რომ კრიზისი ადვილად გადალახვადი იქნება, ანუ შანსები არ არის დიდი, რომ კრიზისი გადალახონ და პარტიის ერთიანობა შეინარჩუნონ, მაგრამ ერთადერთი ამ ორ ადამიანს აქვს ამის გაკეთების თავისი რესურსებიდან გამომდინარე, ხო? აქ არ იგულისხმება მხოლოდ ერთი ტიპის რესურსები. ამ ორ ადამიანს ტანდემში შეუძლია ეს ერთიანობა უზრუნველყოს და ამ შემთხვევაში ბუნებრივია საქართველოში უგულავა რჩება უალტერნატივო ლიდერად, გარკვეული სახის შენარჩუნების სააკაშვილისთვის სახის შენარჩუნების ფონზე და მე ვფიქრობ ეს თავიდანვე სწორი და რაციონალური გადაწყვეტილება იქნებოდა. საერთოდ რატო შევიდა ესეთ საგიჟეთში ნაციონალური მოძრაობა? ჩემთვის ძნელად წასაკითხია, იმიტომ რომ ეს პოლიტიკურ აზროვნებაში, რაციონალურ აზროვნებაში საერთოდ არ ჯდებოდა. სრული საგიჟეთი იყო, ხო? ერთ მხარეს დარჩა მრევლი, რომელიც ესე რომ ვთქვათ, ლოცულობს სააკაშვილს. რა ბედიელის პარტიას შეიძლება გახლეთ შუა თავიდან აიციონ თუ ყველა ვარიანტში მოხდება? გაყოფაზე ვსაუბრობ თუ გაერთიანება შესაძლებელია ისე? მცირე, მაგრამ შანსები არის და ამ შანსის გამოყენების თავი კიდევ ერთხელ ერთადერთი უგულავაა და მასთან ერთად კეზერაშვილი, ვისაც აქვს შანსი, რომ ესე რომ ვთქვათ, რაღაცნაირად გამოიძებნოს თანაცხოვრების ფორმა, ხო? ეხლა რაციონალური პოლიტიკური აზროვნების შედეგად, ხო, ორივე მხარეს უნდა ისმოდეს, რომ დაშლა ორივე მხარეს ძალიან აზარალებს. რატომ? იმიტომ რომ ერთ მხარეს დარჩა მრევლი თავისი ბელადი, რომელიც საერთოდ ამ ქვეყანაში არ არის და საერთოდ ამ ქვეყანაზე არ არის. საერთოდ ამ სამყაროში არ არის, მე მგონი უკვე, ხო? რომლების პოლიტიკური პერსპექტივა არის ძალიან რთულად წარმოსადგენელი, იმიტომ რომ ვის გულისხმობთ მრევლში? მრევლი აი მხარდამჭერები სააკაშვილი, რომლებიც აცხადებენ, რომ ბელადი ყოველთვის მართალია. ბელადი ყოველთვის მართალია და შეთქმულების თეორიებს ავითარებენ, რომ იქ ბოკერია და ასე შემდეგ ისტერიკაში ვინც არიან. ანუ ის ფრთა, რომელიც აი ამ კონცეპტუალურ დაჯახებაში, კონცეპტუალურს რატო ვეძახი, ხო? რაზე მოხდა საერთოდ კონფლიქტი? კონფლიქტი გავითარდა იმის ფონზე, რომ სააკაშვილი და მისი აი ეს ეგზალტირებული ფრთა ამბობდა, რომ ჩვენ მოდი ახლა რევოლუციური სცენარით წავიდეთ, რაც საერთოდ დაღუპავდა ნაციონალურ მოძრაობას, იმიტომ რომ ანაირი საფუძველი რევოლუციურ განვითარებას პოსტსაარჩევნოდ არ ქონდა და ეს მე მგონი სააკაშვილსაც კარგად ესმოდა, მაგრამ მისი ცნობილი სიჯიუტიდან გამომდინარე ამ ესე რომ ვთქვა, ტექნოლოგიას ავითარებდა და იყო მეორე რაციონალური პოლიტიკური გზა 2020 წლის დედლაინით, ანუ გრძელვადიან პოლიტიკურ პროცესში შესვლით, ანუ ცივილიზებული საპარლამენტო გზა, ხო? აქ თითქოს არჩევანი ძალიან მარტივი გასაკეთებელი იყო, მაგრამ ეს კონფრონტაცია დაიწყო და მერე ერთ მხარეს დადგენ ადამიანები, რომლებსაც არც ახასიათებდათ არასოდეს ახლა ისა რა ქვია, პოლიტიკური აზროვნების უნარები, ინტელექტუალური შესაძლებლობა, ეხლა კალანდაძეზე როცა ლაპარაკობენ პოლიტიკური ლიდერი, ეს ხო ძალიან სასაცილოა, ეხლა რომელი საერთოდ პოლიტიკოსია კალანდაძე, არა თუ ლიდერი, ხო? და ნებისმიერი ANC-დან, რომელიც სააკაშვილს უმაგრებს ზურგს თავის შკუაში, ხო? ასე რომ კი ბატონო, მეორე მხარეს დარჩა პოლიტიკური ელიტა, მაგრამ გაყოფით ორივე ზარალდება. რატომ? იმიტომ რომ პოლიტიკური ელიტა თავის საპარლამენტო ელიტით, რა თქმა უნდა, ვერ უზრუნველყოს მხარდამჭერების გარეშე ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს, ასევე როგორც მხარდამჭერები თავის გარეშე სხეული ხო ვერ იმოძრავებს. ამიტომ მათი თანაცხოვრების რაღაც მათი მხრიდან თანაცხოვრების რაღაც ფორმის გამონახვა ეს არის ობიექტური აუცილებლობა, რომელიც ორივე სჭირდება. ამას ცდილობს ახლა უგულავა, ეხლა მოახერხებს არ მოახერხებს ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად შორს შეტოპავენ კიდე ამ შეთქმულების თეორიებში, ხო? იმიტომ რომ მინიშნებით უკვე იმაზეც დაიწყეს ლაპარაკი, რომ უგულავა იქ ბიძინაშვილთან, ივანიშვილთან
გარიგებაში და ამ შემდეგ და ამ შემდეგ. ანუ ისინი ვერ ჩერდებიან. ბატონო, პარტიის გახლეჩვის შემთხვევაში ის ფრთა, რომელშიც იქნება უგულავა, დარჩება თუ არა აქტიურ პოლიტიკურ მოთამაშედ? კი, დარჩება, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მათ ეყოლებათ ყველაზე დიდი ფრაქცია ოპოზიციური პარლამენტში. გარდა ამისა, მათ აქვს ძალიან დიდი პოლიტიკური გამოცდილება და ნუ ისინი ამ პოლიტიკურ მოზაიკაში გარკვეულ როლს ითამაშებენ. ეხლა რაც შეეხება ცვლის თუ არა ეს პოლიტიკური განვითარების სურათს საომავლოდ, ხო? ეხლა ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებას აწყობს მონოლითური. რატომ აწყობს ხელისუფლებას ერთი ნაციონალური მოძრაობა პოლიტიკურად, ხო? მიშა სააკაშვილის სუბიექტურ ფაქტორს რო თავი გავანებოთ. იმიტომ აწყობს, რომ სანამ ძლიერი ნაციონალური მოძრაობა არსებობს, მესამე არჩევანის გამოჩენა პოლიტიკურ ასპარეზზე არის რთული. ესაჩვენა თუნდაც 2016 წლის არჩევნებმა, ხო, ისინი იკავებენ ამ ოპოზიციურ ნიშას და არაძლევენ საშუალებას მესამე არჩევანის გამოჩენას, რაზეც მოთხოვნილება საზოგადოებაში ძალიან დიდია. ამას აჩვენებდა ყველა კვლევები. ანუ ეს ორპოლუსიანობა ხელისუფლებისთვის პოლიტექნოლოგიურად არის ძალიან სასარგებლო, გამომდინარე იქიდან, რომ ნაციონალური მოძრაობა არის დაზიანებული ბრენდი და ის მის მიერ მოკავებული ოპოზიციური ფრთა, რომლის დამარცხებასაც ხელისუფლება, ну, ყოველ შემთხვევაში საშუალოვადიან პერიოდში ყოველთვის შეძლებს, ხო, მისთვის ძალიან კომფორტულია. ეხლა შორეულ პერსპექტივაშიც ასეთი ძალა იქნება, როგორ ფიქრობთ, თუ შეძლებენ გამოძლიერებას? 2012 წელს, კი ბატონო, 2012 უგულავ კი გამოვიდა ციხიდან, მაგრამ 2012 წელს ამ მომრჩეველმა ნაციონალურ მოძრაობას გამოუტანა პოლიტიკური ვერდიქტი. ჯერ ამ პარტიას ესე რომ ვთქვათ, სასჯელი არ მოუხდია. ნუ 2020 წლამდე ყოველ შემთხვევაში ამ სასჯელის მოხდაზე საუბარი არის ზედმეტი. მაგრამ თავარი შედეგი მთელი აი ამ თუნდაც უგულავას გამოშვებით დამთავრდა თავარი ესე რომ ვთქვათ მისტიფიკაცია, რაზეც ააგო ხელისუფლება მთელი თავის მოღვაწეობა, ანუ სამართლიანობის აღდგენაზე, ხო? უგულავას გამოშვებით წერტილი დაესვა ხელისუფლების რიტორიკას სისხლიან 9 წელზე, რეჟიმის დასჯაზე და ასე შემდეგ. აღარ გაბედონ, ხმა აღარ ამოეღებათ საერთოდ ამაზე, ხო? ეს აღარ არის მათი თემა, მათ უნდა იცოდენ. დადასტურდა კიდევ ერთხელ, რომ ეს იყო ფარსი, რომელსაც ისინი იყენებდნენ, დიდი ფარსი, რომელსაც მუდმივად იყენებდნენ პოლიტექნოლოგიურად. საარჩევნოდ ან სხვა პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად, ხო? რეალურად სისტემის დემონტაჟი არ მოხდა რა. სააკაშვილის სისტემა კარგად მოირგო დღევანდელმა ხელისუფლებამ. ერთადერთი რა შეიცვალა, იცით? თუ სააკაშვილი იყენებდა ცოცხს, ხო, რაც გახდა სიმბოლო, ესე რომ ვთქვათ, იმ რეჟიმის დამარცხების, დღევანდელი ხელისუფლება უბრალოდ ტექნიკური პროგრესიდან გამომდინარე იყენებს მტვერსასრუტს. მეტი არაფერი არ შეცვლილა, ანუ თუ ისინი ცოცხით უხეშად ხვეტავდნენ ყველაფერს, ესენი ყველაფერს ისრუტავენ. მათ შორის ნებისმიერ გარიგებაში შედიან ნებისმიერ ადამიანთან. მურუსიძე რო სასამართლოში გეყოლება, მტვერსასრუტი ხარ, აბა რა ხარ, ხო? უკანასკენ ნაგავს რო შეისრუტავ, რაზე ვსაუბრობ საერთოდ რა? აი ეს შეიცვალა და მტვერსასრუტიც და ცოცხის პრინციპში ერთ და იგივე ფუნქციას ასრულებენ, ანუ სისტემა არ შეცვლილა. უბრალოდ ტექნოლოგიები განვითარდა, მეტი არაფერი. ლარი კვლავგანისტის რყევებს ინდაურის ეკონომიკის ეფექტი, თქვენი პროგნოზი? თუნდაც მესმის ძალიან. ლარზე მინდა გკითხოთ, რომელიც კვლავგანისტის რყევებს ინდაურის ეკონომიკის ეფექტი, ასეთი იყო თქვენი პროგნოზი, რომელსაც აკეთებდით ერთი კვირის წინ დაახლოებით. გამართლდა თქვენი პროგნოზი? ინდაური გავიგონე, მაგრამ რაღაც ძალიან ცუდად მესმის. ნუ არ ვიცი თუ სწორედ გავიგონე კითხვა, ხო? ნუ ჩვენ შევჭამეთ ის ინდაური, რომელზეც თქვენ საუბრობთ. მე პროგნოზს ესე ვაკეთებდი, რომ ლარის პრობლემები რაშიც იყო ვხედავდით. მე ვთქვი, რომ გამომდინარე ამ საახალწლო სუფრიდან ლარის სტაბილიზაცია მოხდებოდა, იმიტომ რომ ჩვენ ბოლომარაგებით ვიყიდით ინდაურს და დოლარისთვის აღარ გვეცალა, ანუ მყარი ვალუტა ამ პერიოდში გახდა ინდაური. ნუ მე ვფიქრობდი, რომ 15 იავრამდე გვეყოფოდა ამ ინდაურის, ესე რომ ვთქვი, ინდაურის სტაბილიზაციას მოახერხებდა, მაგრამ როგორც ჩანს, ინდაური ძალიან სწრაფად შევჭამეთ და უკვე ახალი წლების შემდგომ დღეებში ფაქტობრივად ისევ დოლარზე გადავიდა ქვეყანა, ხო? და ეს devalvatsიის პროცესი, ანუ ეს დეფიციტი სავალუტო ბირჟაზე
ისევ დაფიქსირდა და ნუ ტენდენცია ისევ არასასურველად ვითარდება. ტვერსასრუტი და ინდაურის ეფექტი. ბატონო გია, მადლობას გიხდით ჩართვისთვის. ჩვენი დრო სამწუხაროდ მეტი თქვენთან საუბრის საშუალებას აღარ გვაძლევს.